სტუდიაში იმყოფება ხალხის ძალის წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი. ბატონო სოზარ, საღამომშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს და ულოცავ მთელ საქართველოს. დღეს არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტი და ულოცავ მიხეილ ყაველაშვილს. დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მიხეილ ყაველაშვილი არის ის პიროვნება, რომელიც აი ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციას დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოში, დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის ყველაფერი, პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა, იღწოდა საქართველოსთვის და ასე გააგრძელებს ის ამ უამღრესად მნიშვნელოვან პოზიციას. ბატონო სოზარ, მიხეილ ყაველაშვილს 224 დელეგატმა გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ რეალობას, რომ სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს და ამბობს, რომ ის 29 დეკემბრის, ანუ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ არ გეგმავს ორბელიანების სასახლის დატოვებას. რა მოცემულობის წინაშე ვდგავთ? 29 დეკემბრიდან ის აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი უკვე საბოლოოდ. თუმცა რეალურად მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, რაც იყო იმპიჩმენტის საფუძველი და პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, მისი ლეგიტიმაცია ისედაც აი ბეწუზე ეკიდა, პრაქტიკულად ის აღარ იყო ლეგიტიმური. თუმცა პოლიტიკური პროცესის გამო, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სჭირდება გარკვეული რაოდენობის ხმები და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ამ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობით მხარდაჭერით ის დარჩა დე ფაქტო პრეზიდენტად. თუმცა მხოლოდ მართლა დე ფაქტოდ, იმიტომ რომ იურიდიული ლეგიტიმაცია მას აღარ აქვს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ისცნო კონსტიტუციის დამრღვევად და პრაქტიკულად არალეგიტიმურ პრეზიდენტად. რაც შეეხება 29 დეკემბრის შემდეგ, ცოტა ესეთი კომიკური და ერთდროულად ტრაგიკულიც არის და კრიმინალურიც, იმიტომ რომ ეხლა როდესაც იწყებ კონსტიტუციის დარღვევას და განსაკუთრებით როცა უკვე აღარ გიცავს იმუნიტეტი, ცხადია კრიმინალის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობა მოუწევს არა მხოლოდ მას, არამედ ნებისმიერს, ვინც ამას ეცდება, რომ არ გამოვიდეს სასახლიდან, მაგრამ მე ცოტა ვერ წარმომიდგენია ეს მოხდეს. არა, ცოტა ვერ წარმომიდგენია, უბრალოდ მართლა კომიკურია სურათი, ისევ რომ წარმოვიდგინოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ის თავის ოთახში ეჭიდება სკამს და იტყვის, რომ არ გავდივარ აქედან. აი, ძალიან კომიკური სურათია და ცოტა სამარცხვინოც, იმიტომ რომ ქვეყნის იმიჯზე ეს კარგად ნამდვილად ვერ აისახება, როცა პრეზიდენტი ასეთ რამეს ცდილობს, რომ გააკეთოს. თუმცა ისევ მგონია, რომ ეს არ მოხდება. თქვენ კი ამბობთ, ბატონო სოზარ, რომ იმედი გაქვთ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ რომ გადავხედოთ უახლოეს წარსულს. როდესაც საუბარი იყო კონსტიტუციის დარღვევაზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთის მხრივ. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებდა ამ გადაწყვეტილებას. მეორის მხრივ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავად არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ამით აღიარა საკონსტიტუციო სასამართლო პარალელურ რეჟიმში, როდესაც მეექვსე პრეზიდენტზე ყაველაშვილზე არის საუბარი, ის ამბობს, რომ ისევ არ აღიარებს, ფაქტობრივად ამას ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ არ გავა ორბელიანების სასახლიდან, გამოდის, რომ ისევ არ აღიარებს კონსტიტუციას, საქართველოს კონსტიტუციას. მაინც მივდივართ იქამდე, რომ რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით 29 დეკემბრის შემდეგ. ვინ უნდა მოგვილოცოს ახალი წელი, მაგალითად, როდესაც ამბობთ, კომიკურია ნამდვილად მოცემულობა, მაგრამ არ არის კომიკური მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები დღეს ქუჩაში დგანან და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ამ კომიკურში ამავე დროს ცოტა სამარცხვინოც არის ვითარება და ერთ-ერთმა ევროკომისარმა უკვე ყოფილმა, როდესაც თქვა, რომ ევროპა არის რაღაც ბაღი და დანარჩენი სამყარო ჯუნგლები, აუცილებლად აღმოჩნდა, რომ სწორედ ევროპიდან ჩამოსული ადამიანი ცდილობს აქ ჯუნგლების წესით მოიქცეს, მაგრამ ჯუნგლებშიც არის გარკვეული წესები და ამ შემთხვევაში ამ წესებს ის უბრალოდ ვერ გამაგრდება იქ მართლა სასაცილოა სიტუაცია. არ მინდა ხა ძალიან ღრმად იურიდიულ საკითხებში შევიდე, მაგრამ ერთი წუთი წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცა შედის ქუჩიდან და ამბობს, რომ აი ჩვენ ვდგებით ახლა სალომესთან და იმას იქიდან ვერ გამოვიყვანს. ისინი ჩადიან დანაშაულს, რომლის გამოც უბრალოდ მოუწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამაზე ღრმად ამ საკითხში აღარ შევა. ეს დარწმუნებული ვარ, რომ მაინც წინასწარ ლაპარაკებია და არ მოხდება. ზოგადად ამ სავარძელს კომიკური იერი შესძინა თავიდანვე, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო რესპუბლიკა დამთავრდა საქართველოში და საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით, უკვე პირველმა
არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც მან დაიწყო ჭიდაობა, რომ ის უნდა წასულიყო მაგალითად გაეროში საქართველოს წარმომადგენლად, მაშინ როცა სოფლიოში არსად არ ხდება, ყველა ქვეყნიდან გაეროში სექტემბერში როცა ხდება გენერალური ასამბლეა როცა ტარდება, ჩადიან მთავრობის მეთაურები. მაგალითად საფრანგეთიდან ჩადის პრეზიდენტი, იმიტომ რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, გერმანიიდან ჩადის კანცლერი და არა გერმანიის პრეზიდენტი, ჩეხეთიდან ჩადის პრემიერი და არა პრეზიდენტი, ბრიტანეთიდან ჩადის პრემიერ-მინისტრი და არა თქვათ მეფე ან დედოფალი, ადრე დედოფალი იყო. საქართველოს იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს სადაც მარგველაშვილმა ესეთი მართლა სამარცხვინო და კომიკური ვითარება შექმნა. და ის ხაზი გააგრძელა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა, ოღონდ გაცილებით შორს წავიდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილმა ღიად გამოაცხადა, რომ ის ასრულებს უცხო ქვეყნის დაკვეთებს საქართველოში და აბსოლუტურად არ აინტერესებს საკუთარი ამორჩევლის და ქართული ხალხის ბედი და ამ ხრივ იქნება გამონაკლისი და უკვე მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც მართლა შეძლებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ჩაჯდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და იმ ჩარჩოში, რომელიც მას აქვს და ამ ხრივ პრეზიდენტის პოსტი ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ის ამ კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება და არ ცდილობს მოეპატინოს რაიმე სხვას. გასაგებია, თუმცა 29 დეკემბრამდე არის გარკვეული პერიოდი გასავლელი და საკმაოდ ტურბულენტური მოცემულობა გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რასაც უყურებთ, თუნდაც იგივე რუსთაველის გამზირზე. ბატონ სოზარ, ერთის მხრივ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. 29 დეკემბრამდე გარკვეული დრო არისო და ამ აღიარება არ აღიარებაზე ცოტა ისეთი აქაც სასაცილო კი არა, მართლა ტრაგიკული მდგომარეობაა, რაც სასახლა ოპოზიცია აკეთებს, მაგრამ გამონაკლისები არა ვარ, ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ რაღაცა უცებ აღმოჩნდება, რომ თქვათ შეერთებული რაც ხდება ჩვენთან ან შეერთებულ შტატებში, რამდენიმე ნაბიჯით ზოგან ჩვენ ვუსწრებთ, ზოგან ისინი გვისწრებენ ხოლმე და უცებ დღეს გამოქვეყნდა აი ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის tweet-ი, რომელიც თქვია თუ X-ი ახლა როგორც არის, რომელიც წერს, რომ ძალიან ბევრი კანონმდებელი ანუ კონგრესის სენატის წევრები არ აღიარებენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ისინი არ აპირებენ ინაუგურაციაზე მისვლას და რა კარგია გამოჩნდება ბევრი ადგილი გამოთავისუფლდება იმ ღირსეული ადამიანებისთვის, რომლებსაც იქ დასწრება უნდათო. და ეხლა ჩვენთანაც თუ ვინმე არ აღიარებს, არჩევიან სახლში. ისევე როგორც დღეს რა თქმა უნდა შეიძლება ყოფილიყო მეორე ტური, იმიტომ რომ კანონმდებლობით პრეზიდენტის არჩევას პირველ ტურში სჭირდება 200 ხმა, მაგრამ იმის გამო რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რეგიონებიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოიკოტი განაცხადეს, დამთავრდა ერთ ტურში ეს არჩევნები. საინტერესო მოლოდინი როგორი გაქვთ? შემოვა ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ რას ელოდებით? მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ წუთშიც მათი აბსოლუტური უმრავლესობას ერთი სული აქვს რომ შემოვიდნენ და ეძებენ საბაბს, როგორ შემოვიდნენ, მაგრამ როცა ისინი ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, როცა ისინი ამბობენ, რომ არ ცნობენ პარლამენტს და განცხადებები აქვს არაერთხელ გაკეთებული, თავიდან როცა ეგონათ, რომ მართლა ქვეყანაში არ ყევდნენ, ძალიან ბევრჯერ გაიმეორეს და დღეს უკვე უჭირთ მათ თავიანთ ამ ურჩევლებს თუ როგორ აუხსნათ, მათ ხმის მიმცემებს, მათ მხარდამჭერებს, რატომ მოატყუეს ისინი და რატო შემოვიდნენ პარლამენტში, როცა ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ. თუმცა დარწმუნებული იყავით თქვენც და დარწმუნებული არ ჩვენი საზოგადოებაც, რომ ეძებენ საბაბს, აი რითი გაამართლონ შემოსვლა და ალბათ ამასაც ვიხილავთ. ხო, ერთი ჯუფის გარდა გახარია, რომელიც ამბობს, რომ თან ლეგიტიმაციას არ ვაძლევ პარლამენტს, არ მივცევ არავითარ შემთხვევაში, თან ამბობს, რომ თან არ შევალო, იმასაც არ ამბობს და მინდა მასაც და თუმცა შემოსვლის შემთხვევაში თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შემოსვლა უკვე ნიშნავს ლეგიტიმაციას, ბუნებრივია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის თქვენ დაუსვით კითხვა და ძალიან ისეთი არადამაჯერებელი პასუხები გაგცათ არჩევნების გაყალბებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ძალიან სწორი კითხვა იყო, ხო, 500,000 ხმა თქვა უშუალოდ მისმა პარტიის არაფორმალურმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, ხო? რომ 500,000 ხმა გაყალბდა. 500,000 ხმა ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხმა არის გაყალბებული. ყოველი მეოთხე ხმა
ჩავყარეთ, ყოველი მეოთხე ადამიანი იყო დაშინებული, ყოველი მეოთხე ადამიანს პირადობის მოწმობა ჰქონდა წარსმეული. ყოველ მეოთხე ადამიანს, აი ესეთი აბსურდს რო იტყვის, იმას პოლიტიკოსი როგორ შეიძლება ერქვას? ან სად არის თუნდაც ერთი მტკიცებულება, ან გაყალბების, ან დაშინების, ან პირადობის წარსმების, ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ამისი მაშინ როცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული მტკიცებულება, როგორ გაგვიყალბეს პირიქით აქეთ არჩევნები. მაგალითად, როდესაც ადამიანები მათი ნების საწინააღმდეგოდ უცებ აღმოაჩინეს არჩევნების დღეს, რომ ისინი დარეგისტრირებული არიან სადღაც სხვაგან. მაგალითად, სამგორიდან ერთი ადამიანი დარეგისტრირებული იყო რაჭაში, როგორც ნაციონალური მოძრაობის თუ ლელოს საკომისიის წევრი და რადგან კომისიის წევრი იყო, უცებ რომ წასულიყო, მას სურვილი ჰქონდა რომ წასულიყო და თუნდაც რაჭაში მიეცახმა, მაგრამ ვერ წავიდოდა, იმიტომ რომ კომისიის წევრს არ აქვს უფლება 15 წუთის დაგვიანების შემდეგ შევიდეს და საერთოდ უბანზე აღარ უშვებენ. და ამიტომ ასეთები ჩვენ გვყავს რამდენიმე ათეული ადამიანი, ზოგადად იდენტიფიცირებულია ის კონკრეტული პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, ზოგან მიდის ამის გამოძიება და ყველა მათგანი აგებს პასუხს, ვიდის იდენტიფიცირებას მოხდება და არც ერთი შესაბამისი მტკიცებულება საპირისპირო მხარეს არ არის იმ ერთი კონკრეტული საქმის გარდა, როდესაც მართლა ძალიან უტიფრად ორმა ადამიანმა მარნეულის ერთ-ერთ ოლქში, ერთ-ერთ უბანზე ჩაყარა ბიულეტენები და ისინი პასუხს აგებენ და ისინი დაჭერილები არიან. მეორე, აი უბრალოდ როცა ასეთ ტყუილს ეუბნები საზოგადოებამ უნდა იცოდეს ფაქტები, რომ აი 90%-იანი გამოცხადება იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, სინამდვილეში არის პირიქით, ისეთი დაბალი გამოცხადება, როგორიც იყო ამ არჩევნებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, არასდროს არ ყოფილა. დაახლოებით 50%-ზე დაბალი იყო მაგალითად მარნეულში, ბოლნისში, ძალიან დაბალი იყო. კი, იქ საკმაოდ მაღალი მაღალმა პროცენტმა დაგვივიჭირა ჩვენ მხარი, მაგრამ ეს პროცენტიც არ ყოფილა 80 და 90% იყო. ლაპარაკია დაახლოებით 45%-იანი გამოცხადებიდან მიღებულ საკმაოდ მაღალ პროცენტზე, რაც მთლიანობაში მთელი ხმების ძალიან მცირე ნაწილია, ეს მეორე ტყუილი იყო. ახლა დაშინებაზე და მოსყიდვაზე წეღანაც თქვი, რომ არც ერთი ფაქტი არ არსებობს და ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, აი ეს აბსოლუტურად გამოგონილი ტყუილი, როდესაც იდება ეს ქაღალდი, იდება იმ კონვერტში, შეუძლებელია იქ ვინმე დაინახოს ფარულობა და მით უმეტეს იმ ფონზე, როგორც ხდებოდა არჩევნები, ძალიან ბევრი მაგალითი იყო თქვენს ტელევიზიაში, სხვა ტელევიზიებშიც, როგორ აბსოლუტურად ნაკლებად ყურადღებას აქცევენ ფარულობას ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ზოგან კონვერტის კი არ არის, პირდაპირ აგდებენ, გადაკეცვაც არ ხდება, ხოლო შეერთებულ შტატებში არჩევნები ჩატარდა, სადაც ერთი კვირით ადრე დაიწყო ხმის მიცემა და ძალიან ხშირ შემთხვევაში ფარულობა კი არა, ადამიანებს არ სთხოვდნენ პირადობის მოწმობას, ვინც მივიდოდა აძლევდნენ ბიულეტენს და ტრამპის თვითონ დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტი და მეტის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ მილიონობით ადამიანს მიაცემინეს ხმა, რომლებიც მოქალაქეებიც კი არ იყვნენ. აი ამ მეთოდით არალეგალურ მიგრანტს, მაგრამ ვისაც არ ქონდა მოქალაქეობა და შესაბამისად არ ქონდათ ხმის მიცემის უფლება, მათ მიაცემინეს ხმა და დღეს აპირებს ძალიან სერიოზული რეფორმის, საარჩევნო რეფორმის გაკეთებას დონალდ ტრამპი, რომ მსგავსი რამეები არ ხდებოდეს, რომ არჩევნები ჩატარდეს არა მთელი კვირის და მთელი თვის განმავლობაში, არამედ ერთ კონკრეტულ დღეს, რომ პირადობის მოწმობის წარდგენა იყოს აუცილებელი, რომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ არავის არ აქვს პრეტენზია და ჩვენთან სადაც მართლა ყველაფერი დაცული იყო, ჩვენთან ამბობენ, რომ თურმე რაღაც გაყალბდა და ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ. უნდა გკითხოთ აუცილებლად საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პოლარიზაციას, არსებულ პოლარიზაციას ნაწილი აღიარებს და ამბობს, რომ ხედავს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ მსგავს რამეს როგორც ასეთი ვერ ამჩნევს და მით უფრო მასშტაბებზე არ საუბრობენ. დღეს მოცემულობა ასეთია ერთგვარად. ერთის მხრივ არსებობს დადასტურებულად 1,200,000 დაახლოებით ამომრჩეველი, რომელმაც ოცნებას მისცა ხმა და რომელიც მიიჩნევს შესაბამისად სავარაუდოდ, რომ ლეგიტიმაცია არალეგიტიმურად ყოველ შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ნაწილი ოპოზიციის მხარდამჭერები იქნებიან ესენი, ან თანამოაზრეები უბრალოდ, რომელსაც შესაძლებელი არც მისცა არჩევნებზე ოპოზიციას ხმა, აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები
არ აღიარებენ, შესაბამისად პარლამენტი იქნება თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არალეგიტიმურს უწოდებენ, მათ შორის პრემიერს. დღეს რა მოცემულობის წინაშე დგავართ და რამდენად საშიში არის არსებული ვითარება. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი, ერთი მეორეს რუსეთუმეს უწოდებს, ისინი მოღალატეებს უწოდებენ მეორე მხარეს მდგომ ხალხს და შეიძლება ითქვას თუ არა, ხელს უწყობენ თუ არა გარკვეული ძალები და არის თუ არა არსებული მოცემულობა ერთგვარი, ასე ვთქვათ, შემზადება და ერთგვარად იურიდიული საფუძვლების ძიება, ძალიან რთული რამ უნდა ვთქვა სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. ამის ნიშნებს თუ ხედავთ? პოლარიზაცია ნებისმიერ საზოგადოებაშია და ქართული საზოგადოება ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა აი მართლა ისეთი პოლარიზაცია, რომელიც შეიძლება დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს. ერთ მხარეს არის 1,200,000 ადამიანი, რომელმაც ხმა მოგცვა, მეორე მხარეს არის 800,000 ადამიანი, რომელმაც ვთქვათ, იმ დიდ ოპოზიციურ პარტიებს მისცა ხმა 750,000 უფრო სწორედ. აქედან განსხვავება 1/5-თან არის პირველ ადგილზე გასულს და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის, ანუ 5-ჯერ მეტი ხმა აიღო ავიღეთ ჩვენ, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. კარგად მეტყოლებს საზოგადოების დამოკიდებულებას და საზოგადოების არჩევანს. ეხლა პოლარიზაცია რო იყოს საზოგადოებაში ისეთი, როგორც ხედავთ ამ მცირე ჯგუფებს შორის, მაშინ დღეს ქუჩაში იდგებოდა არა, თქვათ 2,000, 3,000 ან ზოგჯერ 5,000 კაცი, არამედ ქუჩაში იდგებოდა იმ 800,000, 750,000 კაცის, თქვათ, ნახევარი თუ არა, მეოთხედი მაინც, რაც არის თქვათ 200,000 კაცი. და მაშინ იქნებოდა პოლარიზაცია. ამიტომ დღეს პოლარიზაცია აქ რა თქმა უნდა არ არის. თუმცა პოლარიზაცია არის აი იმ ჯგუფს შორის, რომელიც არის წარსულ შემთხვევაში აგენტურა გამოზრდილი წლების განმავლობაში NGO-ების სახით, პოლიტიკური პარტიების სახით და ჩანერგილი ჩვენს ქვეყანაში. გამოზრდილი ძალიან ხშირ შემთხვევაში უცხოური გრანტებით და ამ შემთხვევაშიც თუ კი 3 თვის წინ, 6 თვის წინ ამას ვიტყოდით ჩვენ რაღაცა ანტიდასავლურობაში და ანტიამერიკანიზმში გვდებდნენ ბრალს, დღეს პირდაპირ ამბობს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ დიახ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომ ორი უმთავრესი სააგენტო, ერთი სახელმწიფო სააგენტო USAID და მეორე კერძო არასამთავრობო ორგანიზაცია NEDI, ოღონდ ისიც სამთავრობო ფულს ხარჯავს, წლების განმავლობაში ფულს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყოთ არეულობები, შეემზადებინათ ნიადაგი ფერადი რევოლუციებისთვის, ფულს ხარჯავდნენ იმაში, რომ რელიგიის, ტრადიციების წინააღმდეგ ყოფილიყო ბრძოლა და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი და მათ უნდა გადახედონ ამ პოლიტიკას. აი ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ფულით, ამ გრანტებით იზრდებიან და ამ იდეოლოგიით იზრდებიან, ისინი აღვივებენ ამ პოლარიზაციას საქართველოში და ისინი არიან დაპირისპირებული ხელისუფლებასთან. მაგრამ დღეს ხელისუფლება, დღეს ქართული სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი და შესაბამისად ეს საფრთხე არ არსებობს. წეღანაც თქვენი წეღანდელი სტუმარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლაპარაკობდა დაპირისპირებაზე, ძალადობაზე და ჩვენ ვხედავთ, დღეს იყო აქცია, აბსოლუტურად მშვიდად, გუშინ იყო აქცია, აბსოლუტურად მშვიდად. დღისით პროტესტს გამოხატავდნენ იმითი, რომ ბურთს აგორებდნენ რუსთაველზე. კი ბატონო, ესეც გარკვეულწილად ირღვევა ზოლების უფლებები, რომლებიც იქ ვერ გადიან, მაგრამ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ დისკომფორტს ამგვევნება, რომ ეს დისკომფორტი უნდა მოვითმინოთ მოქალაქეებმა. აგორონ ბურთი რამდენიც უნდათ, მაგრამ როცა იწყება კანონის დარღვევა, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, მაშხალების სროლა, ფეიერვერკების სროლა, 140-მდე პოლიციელი არის დაზიანებული და ძალიან მძიმე დაზიანებებით, ბუნებრივია, ეს არ არის შეკრების და მანიფესტაციის უფლებით დაცული შეკრება. ეს არის კანონის დარღვევა, კრიმინალი, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია, რომ გასცეს პასუხი და ეს პასუხიც იყო გაცილებით რბილი, გაცილებით ცივილიზებული, ვიდრე მსგავსი პასუხის გაცემა ხდება ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში. ჩვენ მასაც ხედავდით, რომ როდესაც იწყებოდა მასირებული თავდასხმები პოლიციელებზე, ცეცხლწაკიდების შენობა, პარლამენტზე, პარლამენტის შუშების მსხრევა, პოლიცია დაახლოებით 2-2.5 საათი ითმენდა და აი ესე ყოველი დღე შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2-2.5 საათი ეს იყო სტანდარტი, რომელსაც
პოლიცია ითვენდა და მხოლოდ შემდეგ იწყებდა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას და დამნაშავეთა დაკავებებს. თუმცა დამნაშავეთა დიდი ნაწილი ალბათ დაკავებული არ არის, იმიტომ რომ ზოგჯერ იდენტიფიცირება შეუძლებელია. და ბარემ ერთსაც ვიტყვი აქვე, მსგავსი არაფერი არ ხდებოდა შეერთებულ შტატებში ამ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც იყო პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების აქციები, იქაც იყო გარკვეული შუშების ჩატეხვის ფაქტები უნივერსიტეტებში და სხვაგან, მაგრამ მსგავსი კრიმინალური ქმედებები, რასაც შევხედავთ თბილისში ქუჩებში არ ყოფილა, მაგრამ გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჯო ბაიდენი, რომელმაც თქვა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს ვანდალიზმს. პოლიციაზე ძალადობაზე იქ არც ყოფილა ლაპარაკი, ამას ვინ გაბედავდა. ვანდალიზმის უფლება არ არსებობს. ზუსტად იგივე სიტყვები გაიმეორა ნიუ-იორკის მერმა, რის შემდეგაც პოლიციამ აღკვეთა ეს აქციები, შევიდნენ მათ შორის უნივერსიტეტებში, შევიდნენ უნივერსიტეტის აუდიტორიებში, იქიდან გამოყარეს სტუდენტები და ძალიან სასტიკად იქცეოდა, ბევრად უფრო სასტიკად, ვიდრე თქვათ, აი შედარებაც არ არის, რასაც აკეთებდა ქართული პოლიცია, რომელიც მართლა მინიმალურ ძალას იყენებდა იმ აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ხმალურობდნენ ძალას პოლიციის წინააღმდეგ და ბარემ ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ. ხშირად ამბობენ, რომ პოლიცია იყენებს განურჩეულ ძალას, მაგალითად, როდესაც უშვებს წყლის ჭაობს ან გაზის სისხლის, იქ არა მხოლოდ ის იწამლება და ის სველდება, ვინც ძალადობს პოლიციაზე ან სახელმწიფო უწყებებზე, არამედ აქციის რიგითი მონაწილეც. ეს არ არის სწორი შეფასება, იმიტომ რომ როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამის შემდეგ პოლიცია აფრთხილებს და ეს გაფრთხილება დაახლოებით 15 წუთი გრძელდება და ყველას ესმის. არავინ არ თქვას, რომ მე ვერ გავეგონე, რომ აქცია მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და დაიშალეთ. ამის შემდეგ უკვე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, მაგრამ ეს არის მხოლოდ მისი პასუხისგებლობა, იმიტომ რომ იქ რო დგახარ მოძალადეებთან ერთად და გაფრთხილებას არ ემორჩილები, უკვე გარკვეულწილად თანამონაწილე ხდები. შეიძლება ნაკლები ხარისხით, არ არის სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა, მაგრამ დაშლის ძალადობრივი აქციის დაშლის რეგულაციებში ხდება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იქ დგას. გასაგებია, მაგრამ ბატონო სოზარ, ჩვენ ვნახეთ კადრები პირდაპირ ეთერში, ცხადია, როდესაც ძალადობაზე არის საუბარი, ეს არის საკითხი, ფუნდამენტური, ერთმნიშვნელოვნად საკითხი, რაზეც მსოფლიო არის შეთანხმებული, რომ ძალადობა არის დაუშვებელი და ნებისმიერი, რომელი მხარიდანაც არ უნდა იყოს ეს. გნებავთ პატარა ჯგუფი დაარქვით აქციის მონაწილეების, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, ესვრიან ფილებს. გნებავთ სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ ძალის გადამეტებაზე მაგალითად და კადრები ვნახეთ, როდესაც დაგდებულ ძირს დაგდებულ ადამიანს ურტყამენ თავში, იქნება თუ წიხლებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა იყოს დასჯილი შესაბამისი უწყებების მხრიდან, უნდა იყოს გამოძიებული, რაც შეეხება ძალადობას, დასაგმობია, მათ შორის ჟურნალისტებზე, იქნება ეს აქციის მონაწილეებზე, თუ იქნება სამართალდამცველებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებზე. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ერთის მხრივ და უფრო მეტი დეტალი თუ კი არის იმის საშუალება, რომ გაასაჯაროოთ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირი, თქვენ როგორც ყოფილი სახალხო დამცველი ამავდროულად, რა ინფორმაცია გაქვთ საგამოძიებო უწყებებიდან, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ მიმდინარეობს გამოძიება ან რა ეტაპზეა? პირველი გეთანხმებით აბსოლუტურად და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნებისმიერი ძალადობა უნდა აღიკვეთოს და როდესაც ძალადობის აღკვეთის დროს ხდება ძალის გადამეტება, ესეც არის დანაშაული და ბუნებრივი ასეთი დამნაშავეც უნდა დაისაჯოს. ჩვენ გვახსოვს, ხედავდით, როგორ იყო პირდაპირი ძალადობა ჟურნალისტებზე, მათ შორის პირდაპირი დამიზნებით როგორ ესროლეს თქვენი არხის ჟურნალისტს თუ ოპერატორს ეს ფეიერვერკი შაშხანა პირდაპირ სახეში, ეს ისეთივე დანაშაულია, როგორც მაგალითად პირველი ჟურნალისტ, რომელსაც კისერი მოუგრიღეს და არ ვიცი, გული გამისკდა რომ უყურებდი პირდაპირ ეთერში, შეიძლება და მართლა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, ტრაგიკულად დამთავრებულიყო, ესეთი მძიმე ძალადობა იყო, ყველა შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ადამიანი უნდა იქნეს დაცული. როგორც ამბობენ ამ კონკრეტულ ორ შემთხვევაში მოძალადე არ იყო სამართალდამცავი, მაგრამ სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო გადამეტების ფაქტების ვნახეთ, როდესაც აქციულ ადამიანს ურტყამენ სახეში, ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული, ამისი მჯერა და ამაში დარწმუნებული ვარ. ოღონდ გადამეტება არ ნიშნავს, რომ აქცია, როცა იღებს კანონდარღვევას, ის არ უნდა იქნეს
აღკვეთილი. ანუ ეს არის პოლიციის პირდაპირი ვალდებულება და როცა ამ დროს ხდება გადამეტება, მაშინ ბუნებრივია შესაბამისი ქმედებები იქნება ჩატარებული, საგამოძიებო ქმედებები და სასჯელიც იქნება შესაბამისი. ჩვენ გადამეტების სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ძალას იყენებს სახელმწიფო, გადამეტების შემთხვევები ხდება ყველგან და ჩვენ გვახსოვს თუნდაც იგივე რა ხდება ევროპის ქვეყნებში. სხვათა შორის გუში ჰქონდა ძალიან ისეთი არასწორი მოწოდებები საფრანგეთის პრეზიდენტს და მე შევახსენებ მასაც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომ როდესაც ეს ადამიანი მოგვიწოდებს ჩვენ, რომ რაღაც ძალის გადამეტებას ქონდა თურმე ადგილი, საფრანგეთში ზუსტად ასე იქცეოდა პოლიცია და გაცილებით მკაცრადაც სამწუხაროდ იქ გაცილებით ტრაგიკულად დამთავრდა იგივე ყვითელჟილატიანების დაშლა, სადაც 11 ადამიანი მოკვდა, 25000 ადამიანმა მიიღო დაზიანება, 12000 ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დაახლოებით 4000 ადამიანს საკმაოდ დიდი ხნით მიესაჯა პატიმრობა. და ნუ მეორე ალბათ ნაკლები ლეგიტიმური სადაც იყო პოლიციის მიერ და სამხედრო ძალების მიერ ძალის გამოყენება მის თანამედროვე კოლონიაში, სადაც სწორედ მიმდინარე წელს 12 ადამიანი იქნა მოკვდული პოლიციის მიერ და ძალიან ბევრმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი კალედონიელები აპროტესტებდნენ იმ კანონს, რომელიც მიიღო საფრანგეთის სახელმწიფომ და რომლითაც ახალ კალედონიელებს პრაქტიკულად ერთმევათ უფლება თვითონ აერჩიონ ის მმართველი, რომელიც მათ უნდათ თავის ქვეყანაში ყავდეს. ეს არის კოლონიალიზმის კლასიკური მაგალითი მართლა 21 საუკუნეში და როდესაც ამას აკეთებს მაკრონი ვერ მივიღებთ იმისგან რაღაცა თითისკნევებს და შენიშვნებს. ძალიან დიდი მადლობა ხალხის ძალის წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დაგემშვიდობებით ბატონო სოზარ.